გადაუგზავნით იქით ამყარი სარიელი ადგილი სადაც არის ზოგი ავადმყოფის ავტომობილში ზოგს აუცილებლად მაშინ შვილო ცივილიზებული ის არის ადი არა ქონდა როდემდე თავი რა ჩამოვლები სამსახური რა საკეთებს არავინ ეტევა ჩვენი თანხები რიცხება სად წავიდა თანხები დაანგარიშებინო ხალხსა თავი რამის არის ჩამოუხჭო ამას ამზადებდა საახალწლო პრეზიდენტი და სუყველა უნამუსო მთავრობა ზდიოს იმ ხალხსა სად ჩაირიცხეს თანხები სად წავიდა მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად ამ დრომდე არ მიეწოდება სასმელი წყალი სოფელ ხიდისთავის დიდ ნაწილს. აქციაზე მოსახლეობა მხარის გუბერნატორის მისვლას ითხოვდა, რადგან მათი თქმით პროექტი, რომელიც რამდენიმე წელია სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად ხორციელდება, ჩავარდა. თანხები კი არამიზნობრივად გაიხარჯა. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. გუბერნატორთან შეხვედრას ვეთხოვთ. გუბერნატორთან წყალი, რომელიც გქონდა, სამი კვირა არ გვაქვს წყალი, წეთი წყალი, გვეუბნებიან ყოველდღე რომ მოვა წყალი და ველოდებით. მუშაობენ ვერ ვიტყვით რომ სოფლის გამგებელი რაღაცას ტრაქტორებით ბიჭები მიდიან რაღაცას ყოველდღე რაღაცას ყოველ საღამოს გვეუბნებიან დღეს მოვა ახალი წლებიც ეგრე გავატარეთ უწყლოდ სამი კვირა ახალი წლის შემდეგ ყოველდღე გვეუბნებიან და ისევ არ მოსულა წყალი. აქ არის ძალიან სერიოზული დანაშაული და სერიოზული პრობლემა წყლის ამომხდარი. აქ გაკეთდა პროექტი, განხორციელდა პროექტი, მილიონებიანი პროექტი, რომელიც წინა წელს დაიწყო. სოფელში სამი ბასეინი აშენდა და სამივე სარიელი და წყალი არ შესულა. გვითხრეს რომ თქვენ წყალს წავიყვანთ, შეუშვეთ, თქვენ კი არაფერი დაგაკლდებათ. თქვენ არაფერი დაგაკლდებათ, წყალი იმდენი იქნება, სხვასაც იქნება. ბოლოს მოხდა ისე რომ ვერ გეტყვით, იქით სოფელში არის წყალი და ჩვენ აქეთ სოფელი სრულიად უწყლოდ დავჭით. ჩვენ ადგილობრივი და თვითონ გამგებლის ძალითაც რაც ხდება არ მოხდა და გვითხრეს რომ ისეთი პრობლემა ვერც გადავწყვეტ. ანუ არის დაშვებული შეცდომები, რომლის შეცდომების გამოსწორებასაც ალბათ უნდა სერიოზული ვიცეს პროექტი განახორციელა იმის დადება და ის რომ რა მოხდა. ის კი არა ისეთი დაცინვა მოხდა რომ გითხრათ სასაცილოა სატილელი რომ არ იყოს გაზის მილებში წყალი გამოვიდა. და აქ გავიზარდე ხიდისთავში შემოსასვლელიდან ხიდისთავი რო ეწერა ყველა ხიდისთაველი მიყვარდა ვაფასე 50 წელია იუბნიდან ამგვარში გამოვხდი. აქ სასმელი წყალზე სუდავა მქონდა სამსახურის ეთი მქონდა მივიდოდი დავწერდი მომწერენ მივწერ წყალი დღესაც არ არის გამოუჩვენეთ ის კარას წყალოსავი მოდის და მოაქ აი ისეთი სიბინძურე ჩაგდებული მოდის ვიხდით შარვალი ტელეგრაიკა და რაღაცები როდემდე უნდა ვიყოთ ამ ტანჯვაში ხალხსა სამსახურები აქ და ბანაობენ აბანოებში ჩვენ რაში ვბანავთ ხან ლახანკებში და ხან სიბინძურეში ტუალეტში თუ ჩარიცხული იყო ბიუჯეტში თანხები სად წავიდა სად გაიხარჯა ორი თვეა ხალხს წყალი არ აქვს წყალი მე არ მაქვს შეშა მე არ მაქვს ყადაღაზეთ შქარაგარბის შემოსავლების სამსახური სად მიდის ბიუჯეტში ესამოდუნა თანხები ჩვენი ოცნებაზე ვირბინე მეც ვიფიქრე ქალბატონ სალომეს მიესალმებით რომ არჩევნებზე აირჩიეს ვიოცნებეთ რომ ჩემი ხიდისთავი აყვავდებოდა მაგრამ სად აყვავდა მითხარი კი არ აყვავდა მოდიში როდემდე უნდა ვიყოთ ამ ტანჯვაში კიდევ ყადაღა დამადეს მდგომარეობა გვაქვს ამ საუკუნეში ესეთი მდგომარეობა არ უნდა ახალ წელს ჭიქით ვისხავთ წყალს ხელზე ხო გაუსაძლისი მდგომარეობა წყალი რომელიც გადაგვდიოდა თავზე ქონდა აუარებელი წყალი ზამთარში ზაფხულში ფიზიკურად მილში წყალი არ მოდის მეტი რა გითხრათ რატო რა არის მიზეზი არ ვიცი არ გვეუბნებიან არის რა სადღაც არ იყო ეხლა აღმოჩნდა რომ იქ სადღაც არის ჩვენ ხარჯზე გაკეთდა სადღაც წყალი ეს ხო არ არის გამოსავალი ალბათ ის იმათაც ქონდათ პრობლემა რომელიც მოუგვარეს ჩვენ ხარჯზე და ჩვენ დაგვტოვეს ასე 2 თვეა წყალი არ გვაქვს თქვენ რა სიტყვით ეხლა რა ვიტყვით იმას რომ წყალი დაგვიბრუნოთ ძალიან მარტივი მოთხოვნა გვაქვს წყალი გვინდა ოჯახში მეტი არაფერი კი მოვზიდავთ 2 თვეა 20 ლიტრიანებით 10 ლიტრიანებით კი ბატონო დასალევ წყალს მოვიდა 2 ლიტრი და 3 ლიტრი მარტო დასალევი ხო არა სამსახურში ვერ მიდიხარ მოწესრიგებული სამსახურიდან მოდიხარ ღამენათელი დაღლილი არ გაქვს იმის საშუალება რომ ბავშვს ელემენტარული წყალი მოუწევს საჭმელი მოუწევს აქციის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის ერთი მანქანა რო გაივლის რატო მეორე მანქანა ასვენებაში მიდის ქალბატონო აი პოლონებით არის მიცვალებულის რას ქვია ვერ გავიგე რა თქვენი წყალი ამას უარ აინტერესებს რას მელაპარაკები მე თუ სულ მაინტერესებს
გორის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელხიდის თავში წყალთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემა არსებობს, რომლის აღმოსაფხვრელად 24